ადამიანი, როდესაც კარიერაში მიდის და საზოგადოებასთან ახდენს თავის უნარების რეალიზებას, აქ იუპიტერი არის ჩართული აუცილებლად. ფსიქოლოგიურად რო ვთქვათ, რამდენად ადამიანი იღბლიანად აღიქვამს თავის თავს, ან პირიქით, რომ იღბალი სხვებს აქვს, მე არა მაქვს, აქ იუპიტერი არის ჩართული. როგორც წესი, აი ეს შინაგანი განცდა, რომ მე მეტი მეკუთვნის და მეტი მინდა, ყველაფერი, რაც მეტობასთან არის დაკავშირებული, რომ მეტს ველოდები, მეტი შემიძლია, მეტი მინდა, მეც ვიმსახურებ, ეს სიტყვები ყოველთვის უკავშირდება იუპიტერს. ამ იუპიტერს ესე იგი რაღაც ასპექტები აქვს ან პირად პლანეტებთან, სოციალურ პლანეტებთან. ჰარმონიული იუპიტერი ეს ნიშნავს, რომ მე რაც მინდა იმას ვაღწევ წარმატებით და გეგმავს სწორად თავიდანვე თანდაყოლილი უნარები მაქვს დავგეგმო ისე ჩემი ცხოვრება, რომ მივიღო ის, რაც მე მინდა. და იღბალიც ამავე დროს მე ხელს მიმართავს. აი, როდესაც პირიქით არის განცდა, რომ აი სრული უიღბლობის განცდა აქვს, როგორც წესი იუპიტერი, როცა სატურნთან რამე ნეგატიურ ასპექტში შემოდის. ჰარმონიულ ასპექტშიც ეს არის, რომ ჩემი იღბალს გარკვეულწილად ჩემი ხელით ვაშენებ, მაგრამ აქ მაინც არის სხვების დახმარებაც და უფრო ადრე დაფასებაც და უფრო სტაბილურობის შენარჩუნება იმ მიღებულში, მაგალითად დროში გაწელილად წარმატებული შეიძლება იყოს ადამიანი. ან ერთ სფეროში სტაბილურად, კლასიკურად მიდიოდეს მთელი ცხოვრება, შეიძლება 30 წელი, 40 წელი ადამიანი იყოს ერთ სფეროში, მაგალითად. აი, სატურნზეც შემოგთავაზებთ ვიდეოს უკვე სიღრმისეულად, ეს არის ჩვენში პირიქით დროში გაწელვა ყველაფრის. და როცა იუპიტერთან არის ასპექტირებული, აქ ბედში ვხედავთ, რომ ადამიანის ბედში თუ ჰარმონიულად არის სატურნი ჩართული, არის იმ იღბლის დაჭერა დროში. აი რაღაცნაირად თუ დაიჭერს თავის იუპიტერს ადამიანი, ხო? იმ სფეროს, რაში შეუძლია რეალიზებული იყოს, სატურნი ამას დროში გაწელავს. და მისცემს სტაბილურობას იმ კარიერულ სფეროში. ნეგატიური სატურნის შემთხვევაში, ხო, აქ პირიქით შემოდის, რომ ადამიანი დაეხეტება დროში დიდი ხანი, სანამ იპოვის თავის ადგილს. ზოგადად სატურნს ისედაც ეგახასიათებს პირად პლანეტებთან თუ შემოდის, ეს არის, რომ გვიან ხვდება ადამიანი რა უნდა, გვიან სწავლობს ჭკუას, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ იუპიტერთან ეს მაინც არის ის, რომ მე სადღაც გვიან მივხვდი რა მინდა ცხოვრებაში გავაკეთო, ხო? გვიან ვარ რეალიზებული, იმიტომ რომ რეალიზებულობის შეგრძნება ეს იუპიტერის ენერგია არის.